ღირსი პორფირი კავსოკალიველი. საეკლესიო მსახურება მუდამ ღვთის სიყვარულით უნდა აღესრულებოდეს. საეკლესიო მსახურებები ეს ის სიტყვებია, რომლითაც ღმერთს სიყვარულით მივმართავთ, მასთან ვურთიერთობთ და თაყვანისცემთ. ეს ყველაზე უფრო სამოთხისეული ჟამია ჩვენთვის. როდესაც ეკლესიაში საღმრთო მსახურებაზე ვდგავართ ყველაც მასთან ერთად, როდესაც ვგალობთ და ვეზიარებით, როდესაც ჩვენ ყველა ერთად ვისმენთ წმინდა მსახურებას, უფლის სიტყვებს სახარებიდან, სამოციქულოს, კანონებს და ტროპარებს, მარხვანს, თვენს, მაშინ ქრისტესთან ერთობის ღირსნი ვხდებით. მაგრამ სატანას ღვთისმსახური ადამიანებისთვის მრავალი ხაფანგი აქვს დაგებული. მაცთური ისე აწყობს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ხშირად ეკლესიაში ვაგრძელებთ ძილს და ფსალმონის ან საკითხავების სიტყვებზე უმალ თვლემა გვერევა, ვდუნდებით და საკითხავებს ყურს ვეღარ ვუპყრობთ, ვერც ტროპარებს, ვერც საკითხავებს და ვერც გალობას. აშკარაა, რომ ასეთი მოძალებული თვლემა სატანური საქმეა. ბევრს არად მიაჩნია ტაძარში უყურადღებოდ ყოფნა და შეუძლებელია რამეს მიაღწიოთ ფუჭად და ამაოდ ნათქვამი სიტყვებით, რომ ყურადღებით ვიქნები, მეტად აღარ მოვიქცევი ასე, ვეცდები გულმოდგინე ვიყო. ყველა ეს სიტყვა ძალდატანებითია, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგობას იწვევს. საკუთარ თავზე ზეწოლით არაფერი არ მიიღწევა, პირიქით, ასეთი მიდგომა გვაცამტვერებს. რასაც ძალით აკეთებ, სულის შინაგან წინააღმდეგობას იწვევს და გაღიზიანებს. მრავალჯერ მithქვამს ეს, მონაზვნებიც მინახავს და სხვადასხვა ასაკის ადამიანებიც, რომლებიც საერთოდ მიდიოდნენ ეკლესიიდან და ღვთისგანაც, რადგან შინაგან ზეწოლას ან სხვა ადამიანთა იძულებას ვერ უძლებდნენ. იძულების მიზეზით ადამიანი არა მარტო ეწინააღმდეგება ეკლესიას, არამედ მისი გაგონებაც აღარ სურს. იძულება ადამიანზე დადებითად არ მოქმედებს, მას ნაყოფი არ გამოაქვს. რა თქმა უნდა, იძულებითია, როცა ადამიანი რაიმეს აკეთებს იმიტომ, რომ ასე თქვა უხუცესმა, ასე თქვა სულიერმა მოძღვარმა და ეს ადამიანიც ამბობს, მაგალითად, ახლა საღამოს ლოცვაზე უნდა წავიდე. დიახ, ყველაფერი სრულდება, მაგრამ როცა ყველაფერი მხოლოდ ფორმალურად კეთდება, მაშინ ეს ზიანის მომტანია და არა სარგებლის. ხშირად იძულებული ხარ, რომ სიკეთე გააკეთო, მაგრამ ძალდატანებით არ უნდა გააკეთო, რადგან იგი უსარგებლო იქნება. მაგალითად, ჩვენ ვასრულებთ ლოცვას, უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. თუ თავს აიძულებ ლოცვის შესრულებას ზეწოლით, მალე დაიღლები, მიატოვებ ლოცვას და რა მერე. ძალდატანებით ზეწოლით თუ ილოცებ, მაშინ ლოცვა ნაძალადევი, გაუმართავი იქნება. ასეთმა ძალდატანებამ და ზეწოლამ შესაძლოა იქამდე მიგიყვანოს, რომ ეკლესიაში აღარ ისურვო წასვლა. სხვანაირად შედი ეკლესიაში, ძალდატანებით და ზეწოლით კი არა, არამედ სიამოვნებით. ეს რომ მოხდეს, ყურადღებით უნდა იყო, მსახურებას უნდა აღიქვამდე და უნდა გიხაროდეს იგი. ტროპარები, კითხვა, ლოცვა უნდა გიხაროდეს, უნდა გულისხმაყო და ყოველ სიტყვას გონება უნდა მიადევნო, აქედან იწყება სიხარული. მაგრამ არსებობს აგრეთვე სხვა დიდი საშიშროებაც. უგულისხმონი თუ ვიქნებით, მაშინ ჩვენი გალობა და მსახურების მოსმენა შესაძლოა ფორმალური გახდეს. შესაძლოა მხოლოდ იმისთვის ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ, რომ ასეა წესი. მაგალითად, შუაღამეაზე მოდის მონაზონი და ესმის ლოცვის სიტყვები, ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენი უფალო ძალთაო, სურის და მოაკლდები სულსა ჩემსა, ეზოთა მიმართ უფლისათა. დღეს ისმენს ამ სიტყვებს მონაზონი, ხვალისმენს, ზეგ, მთელი წლის მანძილზე და რა,
სულ ერთი და იგივე ესმის და როდესაც ამ სიტყვებს უგრძნობლად ისმენს, იღლება, თვლემს, არ უღრმავდება, ბეზრდება და შემდეგ წინააღმდეგობა ეწყება. ამის შემდეგ არავითარი სარგებელი, არანაირი სიხარული აღარ არის. იწყება მოწყინება და ეშმაკი ბოროტების ჩასადენად შემთხვევას არ უშვებს ხელიდან. მსახურებები ეს დიდებული საქმეა, მსახურებები ყველაფერია, მე საკუთარ თავზე გამოვცადე. ოღონდ ისინი უნდა ახსრულდეს იმ გადაწყვეტილებით, რომ ქრისტეს მხოლოდ ჭეშმარიტი განწყობით, ღვთისადმილ ტოლვით და ინტერესით უნდა მსახურებდეთ და არა იძულებით და ფორმალურად. ამისთვის სიყვარულია საჭირო და ღვთიური შთაგონება. თუ ასეთი განწყობით არ ვიმსახურებთ, მაშინ ამას ფასი არა აქვს და არათუ ფასი არა აქვს, ბოროტსაც შეგვამთხვევს. თქვენ ალბათ მეტყვით, რა ვქნათ ახლა, მსახურებაც აღარ ჩავატაროთ. ეს არა, რა თქმა უნდა, არამედ რაოდენიც შეძლოთ ფორმალიზმს განეშორეთ და არსში ჩაღრმავდით. ანუ მხურვალედ უნდა ისურვოთ მსახურება, ესწრაფეთ მას. ლოცვით და ღმერთთან ურთიერთობით სიამოვნება უნდა მიიღოთ. მობეზრება ეს სიკვდილია მონაზვნისთვის. როგორ გითხრათ, მე არ ვიცი მობეზრება. მე მსახურება მსიამოვნებდა. თავს არ ვაიძულებდი. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა იძულება. პირიქით, შესაძლებელი რომ ყოფილიყო ყოველდღე მოვისმენდი ერთსა და იმავეს, დღეს, ხვალაც და ზეგაც. სულ ერთსა და იმავეს მოვისმენდი და ფასიც ამას აქვს. მთელი დღის მანძილზე რომ წარმოვთქვამ ამ სიტყვებს, მე მაინც არ უკმაყოფილდები. მწამს რომ დიდად შეგვეწევიან ეს ლოცვები. მათში იმდენი ნექტარია, რომელიც სულს რწყავს და ასაზრდოებს. თქვენც აგრეთვე ქრისტეს მიუძღვენით თქვენი გული. პოლიკლინიკაში დიდ ხუთშაბათს ჯვარცმის წინაშე ლოცვა წარმოვთქვი, მეუფეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეცხრე ჟამნის ლოცვა. მეორე დღეს ქირურგიულ განყოფილებაში პროფესორმა სტუდენტების თანდასწრებით მითხრა, მამაო, რა შესანიშნავი ლოცვა იყო, შენ ალბათ წმინდანი ხარ. მე არა ვარ წმინდანი, მაგრამ მინდა რომ წმინდანი გავხდე და მოწყალება ვთხოვე უფალს, რომ წმინდა მყოს და ჩემი სული მობიერება მოიცვას. მე ძალიან ცოდვილი ვარ, ხოლო ეს ქრისტეს შეხება იყო. ეს ლოცვა უბრალოდ შედევრია, ასე არ არის? ამიტომ გეუბნებით, იკითხეთ იგი კვლავ და კვლავ. ლიტურგიული ლოცვები, რომლებიც ფორმალურად გეჩვენებათ, როდესაც გონიერად და ყურადღებით წარმოითქმის, მაშინ ისინი ჩვენ საკუთარ ლოცვებად იქცევიან. თვით უკიდურესი ცოდვილიც კი, ზიარების ლოცვებს რომ კითხულობს, ძლიერ განიწმინდება. ერთხელ ერთმა ყმაწვილმა ქალმა მონაზნობა განიზრახა. იგი მამა პორფირთან ჩამოვიდა ლოცვა კურთხევის და რჩევის მისაღებად. უხუცესმა მოусმინა მას და კითხა, რომელ მონასტერში აპირებ დამკვიდრებას. უხუცესო, მე არც ერთი კონკრეტული მონასტერი არ მაქვს გამორჩეული. ერთადერთი რაც მსურს ის არის, რომ მყუდრო ცხოვრებისთვის კი არ ვეძიო ადგილი, არამედ ვიცხოვრო იქ, სადაც ღვთისმსახურებას შევძლებდი. იქ, სადაც უფალი ინებებს, მაგრამ მე ბრმა ვარ და არ ვუწყი ნება ღმრთისა. ამისთვის მოვედი თქვენთან, რათა თქვენ მირჩიოთ, თქვენ ხომ უწყით ღვთის ნება. ხოლო მე თქვენი წმინდა ლოცვების მსასვენებელი, ყოვლად მოწყალე ღვთის ამ ნების თანახმად მოვიქცევი. გაინტერესებს რა სურს უფალს. იმ მონასტერში სურს დამკვიდრდე, რომელიც თავად მოგწონს. ყურადღება მიაქციე იმას, რომ შენ მიერ შერჩეული მონასტერი ნესტიან ადგილზე არ იყოს. სხვაგვარად სნეულებათა გამო იძულებული იქნები, რომ იგი დატოვო. უფალს სურს აგრეთვე, რომ კეთილსათნო წინამძღვარი გყავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში შენ თავად უნდა გადაწყვიტო, რა გინდა. თუ კარგი რეგენტი გინდა გახდე, მაშინ შეარჩიე მონასტერი, სადაც კარგად გალობენ და სადაც კარგი გუნდია.
თუ გსურს რომ კარგი მკერავი დადგე, ლამაზად ქარგვა ისწავლო, მოძებნე მონასტერი, სადაც კარგი ოქროქსოვის სახელოსნოა. ხატმწერი გინდა იყო, მაშინ მონახე მონასტერი, სადაც კარგ ხატებს წერენ. შეიძლება რომელიმე მონასტერში შენიშნო, რომ ტრაპეზზე ხშირად გამოაქვთ მარცვლეული და შენ იფიქრო, რომ ეს სამზარეულო მე არ შემეფერება. სხვაგან შეიძლება ამაოებას და საუბრებს წააწყდე და იფიქრო, რომ შენ სიწყნარე გინდა და აქ ვერ მოისვენებ. ვიღაცამ კი შეიძლება თქვას, ამ მონასტერში დავრჩები და მხოლოდ საკუთარ თავს მივხედავ. მაშინ თავისი დუმილით ეს მორჩილი სხვებსაც მაგალითს მისცემს. როცა მიხვდები თუ რას ეძებ, მაშინ შენთვის გასაგები გახდება თუ რომელ მონასტერში დამკვიდრდე. უხუცესო, ვგრძნობ, რომ ღვთისგან შორს ვარ, ჩემი ცოდვების გამო. ერთადერთი რაც მსურს ის არის, რაც შეიძლება ახლოს ვიყო ღმერთთან, მაგრამ მარტოს ამის ძალა არ შემწევს და ძალიან მინდა გვერდით მყავდეს ის, ვინც ღმერთთან ახლოს არის, რათა ხელი ჩამჭიდოს და უფალთან მიმიყვანოს. ამის გაგონებაზე უხუცესი საწოლიდან წამოიმართა, სიხარულით სახე გაუნათდა და წამოიძახა, სწორია, სწორედ ეს გვინდა, ღვთის ნებაც ეს არის, რომ მორჩილებით მივენდოთ მას, ვინც ღმერთთან ახლოს არის, რათა მან მიგვაახლოს უფალს. დიახ, უხუცესო, მე ამის მოთხოვნილებას ვგრძნობ, მაგრამ წინააღმდეგობები არსებობს. როგორი? მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ღმერთთან ახლოს არის და რომელმაც მუდამ უწყის მისი წმინდა ნება. შესაძლოა სხვებიც არიან, მაგრამ ჩემთვის ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია და ეს თქვენ ხართ. და იცი რომ აქ დედათა მონასტერი მექნება. უხუცესო, სიხარულით შესძახა დამ. აქ თქვენ გვერდით რომ ეცხოვრა, მაშინ უბედნიერესი ვიქნებოდი. კეთილი, მე დიდი ხანია ბერი ვარ, ასე რომ ცოტათი ვერ ყვევი იმაში, თუ რა არის მონაზვნური ცხოვრება. გააგრძელე შრომა, სამუშაოს ნუ მიატოვებ და ტელეფონზე დამირეკე ხოლმე, მეც დაგირეკავ. ახლა აქ ვერ დაგტოვებ, რადგან ჯერ ტაძრის შენებაც არ დასრულებულა. ამას გარდა აქ უკვე 30-მდე სურს დამკვიდრება და მხოლოდ შენ რომ დაგასახლო, იმათ ეწყინებათ. ტაძრის და კორპუსების შენება რომ დასრულდება, მაშინ ჩამოდი, დამკვიდრდი აქ და ნახე თუ მოგეწონება. აქ მიწიერი სამოთხე იქნება. მონასტერს კედელს შემოვარტყამთ, რომლის გასწვრივაც ვარდებს დავრგავთ. მწირველი მღვდელი გვეყოლება, რომელიც ერის ხალხისთვის ლოცვებს აღასრულებს.